პრემიერთან და ასევე ანტონიო კოშტასთან. დაასრულეთ ვიზიტი, საინტერესო ფორმატია, აქ გქონდა ორქრივი შეხვედრები, გქონდა შეხვედრა უშუალოდ ევროსაბჭოს გენერალურ დივანთან, EUTOS გენერალურ დივანთან, ასევე გქონდა გამოსვლა პანელური დისკუსიის ფორმატში, სადაც ეკონომიკური საკითხებზე, დაკავშირებადობის საკითხებზე ვისაუბრეთ და ასევე ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ გქონდა 20-ზე მეტ, ალბათ 30-ზე მეტ ლიდერთან უშუალოდ გასაუბრების საშუალება და ყველა ამ ლიდერთან საუბრობდით, რა თქმა უნდა, ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე და საუბრობდით საქართველოსა და ევროკავშირის შორის ურთიერთობების გადახედვის აუცილებლობაზე და პერსპექტივებზე. და საინტერესო ის არის, რომ არაერთი მაღალი რანგის ლიდერის მხრიდან გამოითქვა მზაობა იმისათვის, რომ გადავხედოთ ჩვენ ურთიერთობებს და გაიხსნას დისკუსია ყველა იმ თემასთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება საქართველოს სწრაფას ევროკავშირისკენ. რაც ძალიან კარგი იმპულსების მომცემია. დანარჩენი დავალოდოთ ჩვენ გამოთქვით რა თქმა უნდა სრული მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ მზად ვართ ასეთი დისკუსიებისთვის, საჯარო, ღია, გამჭვირვალე დისკუსიებისთვის. ეს არის პირობა დაუცილებელი იმისათვის, რომ გაჯანსაღდეს ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირის შორის. ბატონო პრემიერო, ურთიერთობების გადატვირთვაზე იყო მათ შორის საუბარი იმ ლიდერებთან, რომლის კადრებიც ჩვენ ვნახეთ. დიახ, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც ჩვენ წამოვწევით, თუმცა მათი მხრიდანაც იყო ინიციატივები ამასთან დაკავშირებით, დანარჩენი ეს რა თქმა უნდა დახურული კომუნიკაცია და დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა კარგია ეს, რომ ჩვენ დადებითი იმპულსები ვიხილეთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. დანარჩენი დავალოდებით მოვლენების განვითარებას, ჩვენ გვაქვს ჩვენი საგარეოპოლიტიკური პრიორიტეტი, ეს არის ევროკავშირისში ინტეგრაცია, საქართველოს ინტეგრაცია და რა თქმა უნდა ეს ვერ მოხდება ჯანსაღი დისკუსიის გარეშე. ამიტომ კიდევ ერთხელ ჩვენ ვადასტურებთ ჩვენ საუბარს, რომ გავხსნათ კიდევ ერთხელ ჯანსაღი დისკუსია ევროკავშირის სტრუქტურებთან ყველა თემასთან დაკავშირებით. ალან ბერსესთან ევროპის საბჭოს გენერალურ დივანთან ჰქონდათ პირისპირ შეხვედრა, აი ამ შეხვედრაზე რომ გაამახვილოთ ყურადღება, კონკრეტულად რა საკითხები განიხილებთ გენდივანთან? ყველა თემას შევეხეთ, მათ შორის შევეხეთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თემასაც, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ შევაჩერეთ ჩვენი საქმიანობა საპარლამენტო ასამბლეაში, მას შემდეგ რაც კონკრეტული რეზოლუცია დაამტკიცა საპარლამენტო ასამბლეამ. ჩვენ აქაც გამოვთქვით სრული მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ვითანამშრომლებთ, რა თქმა უნდა, ევროსაბჭოსთან, მზად ვართ საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობისთვისაც, თუმცა რა თქმა უნდა, ეს თანამშრომლობა უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ პრინციპებს. მე მადლობა გადავუხადე ბატონ ალან ბერსეს მისი მონაწილეობისთვის იმ პროცესებში, რაც არის დაკავშირებული ჩვენს ქვეყანასთან და იმედი გვაქვს, რომ ეს ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება ჯანსაღი ფორმით. რაც შეეხება EUTOS გენერალურ მდივანს, ამ შეხვედრის მთავარი თემა რა იყო? აქაც ჩვენ ყველა თემა შევეხეთ განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, EUTOS-თვის, რაც არის საინტერესო, შევეხეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და გავაცანით საერთო მდგომარეობა, რაც უკავშირდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ორგანიზებას და ასევე სხვადასხვა მიმართულებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე გქონდა საუბარი, რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გქონდა საუბარი, აქაც შევეხეთ, რა თქმა უნდა, ორხრივი თანამშრომლობის საკითხებსაც.